ეს არის ძალიან ძლიერი იარაღი და ამ იარაღს ქვია მზია ამაღლობელი. ამის შესახებ სალომე ზურაბეშვილმა გაზეთ ბათუმელებთან ინტერვიუში განაცხადა. ზურაბეშვილის თქმით, როდესაც პროტესტს სახე და სახელი აქვს, ეს იღებს სხვა განზომილებას. ზურაბეშვილის ნათქვამს ნაციონალური მოძრაობის წევრი თამარ კორძაია იზიარებს. ამ პროტესტს როცა უკვე სახე აქვს და სახელი, ეს იღებს სულ სხვა განზომილებას. და ჩვენ ამას ჯერ შეიძლება ვერ ვხვდებით ბოლომდე, მაგრამ ეს არის ძალიან ძლიერი იარაღი და ეს ამ იარაღს ქვია მზია ამაღლობელი. მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ეს სიტყვები უნდა დარჩეს ისტორიას. ჩვენ გვაქვს მძლავრი იარაღი და ეს არის მზია ამაღლობელი. ყველაფერი დადგმული ინსცენირებაა, კიდევ ერთი სურვილია მოახდინონ სიტუაციის რადიკალიზაცია, არ არის შიმშილობა ის იარაღი, რითაც ადამიანები თავს იცავენ საპროცესო მოცემულობაში. მე მოუწოდებ მზია ამაღლობელს შეწყვიტო შიმშილობა, ის ვერ იქნება შანტაჟის იარაღად გამოყენებული ქვეყნის ხელისუფლების მიმართ. მათი ამოსავალი წერტილი არის მსხვერპლის მოძებნა. სულ ერთია ეს მსხვერპლი რა ფორმით იქნება, აუცილებელი არის მსხვერპლის შექმნა. ამიტომ ამ მსხვერპლის გარშემო უნდა მოხდეს მერე სიტუაციის ესკალაცია. აქედან გამომდინარე არის სწორედ რომ არც ერთი არ იტყვის მაგალითად რომ შეწყვიტე შიმშილობა. პირიქით რჩება ისეთი შთაბეჭდილება, როგორც მიხეილ სააკაშვილის დროს იყო, რომ ოღონდ რამე მოუვიდეს, ოღონდ რამე ძიმე შემთხვევა დადგეს, რომ ამით მათი პოლიტიკური, ასე თქვათ, უდღეური დღესასწაული რამენაირად გაიხანგრძლიონ. პრეზიდენტი ხალხთან, კი არა ხალხთან მაღლა უნდა იყოსო, აი ესე მაღლიდან უყურებს ის საქართველოს და ქართულ ხალხს, თუმცა რაც მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, ის პრაქტიკულად კიდევ ერთხელ მეტყოლებს იმაზე, რომ ის ადამიანადაც კი არ აღიქვამს. ისინი პრაქტიკულად აქეზებენ მზია ამაღლობელს, რომ მან ბოლომდე მიიყვანოს თავისი შიმშილობა, რომ კიდევ ერთხელ აი ეს მსხვერპლი რო სჭირდებათ, თუნდაც ამ მსხვერპლად რო გამოადგეთ.